უმარტივესი წესით ჯანაბეთის, ჯუმის და სხვა სავალდებულო და სასურველი ღუსლების, ანუ დიდი განბანვა შესრულების წესი, როგორც მამაკაცისთვის, ასევე ქალისთვის. პირველ რიგში ძვირფასებო, უნდა გავიწმინდოთ სხეული და მოვაშოროთ ყველაფერი, რაც ხელს უშლის წყლის კანამდე მიღწევას. მაგალითად, ლაქი, ფრჩხილის საღებავი და სხვა ნივთები, რომლებიც წყლის კანამდე მიღწევას აფერხებს, უნდა მოიხსნას. შემდეგ კეთდება განზრახვა, ნიეთი. მისი ხმამაღლა თქმა აუცილებელი არ არის, საკმარისია გულში განზრახვა. ანუ ადამიანი გულში ამბობს, რომ ამ ღუსლს, ანუ განბანვას, ასრულებს უზენაეს ღმერთთან დაახლოების მიზნით. ღუსლის შესრულების წესი ასეთია: პირველად იბანება თავი და კისერი წყლით, შემდეგ ადამიანი რამდენიმე წამით შორდება შხაპს და ამის შემდეგ იბანს სხეულის დანარჩენ ნაწილს. პირველად იბანება სხეულის მარჯვენა მხარე და უნდა დარწმუნდეს, რომ მარჯვენა მხარე სრულად არის დაბანილი. შემდეგ იბანება სხეულის მარცხენა მხარე და ამ დროს შეიძლება მარჯვენა მხარის მცირე ნაწილიც შევიდეს, რათა დარწმუნდეს, რომ დაბანა სრულყოფილია. მნიშვნელოვანი შენიშვნა: ღუსლის დროს წყალი აუცილებლად უნდა მივიდეს სხეულის ყველა ნაწილამდე. თავისა და კისრის დაბანისას შეიძლება ხელით გადაანაწილოს წყალი, რათა ყველა ნაწილს მიაღწიოს. ასევე სხეულის დანარჩენ ნაწილზე წყლის დასხმისას საჭიროა ხელით წყლის გადანაწილება, რათა სხეულის ყველა ნაწილი სრულად დაიბანოს.